ფასის მომატებას ამ თვის ბოლომდე არ ვაპირებთ. კომპანია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის ქალაქთან დაკავშირებას უზრუნველყოფს მგზავრობის საფასურის გაზრდას თვის ბოლოდან, იმ შემთხვევაში გეგმას თუ საწვავის ფასი კვლავ მოიმატებს. შპს ბუხოს ამ 7 აშით ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობენ, რამდენით შეიძლება მოიმატოს მგზავრობის ღირებულება, თუმცა ვარაუდობენ, რომ მატება მინიმუმ 10 თეთრი იქნება. უცდით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლისას გჯერავს, რომ დაგვირეგულირებს ფასს, საწვავისაც, დოლარისაც, ყველაფრისაც და მინდა რომ ფასი დარჩეს იგივე რაც არის და იყოს ყველაფერი ეს. თუ შევიქმნებით ისეთი ვინუჯდენ სიტუაციაში, რომ სხვანაირად გამოსავალი არ გვექნება და მოსამატებელი გაგვიხდება და სხვანაირი საშუალება არ დაგვრჩება, ალბათ მოემატება, ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს თვის ბოლომდე. სოფლების მსგავსად თვის ბოლომდე არ გაიზრდება ქალაქში მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილების საფასურიც. შპს გორი ტრანსის დირექტორი საწვავის ღირებულების საბოლოო ფასის დადგენას ელოდება, რის შემდეგაც კომპანია მარშრუტკით მოსარგებლეთათვის ახალ ტარიფებს შეიმუშავებს. მგზავრობის ღირებულების ფასის მომატებაზე ველოდებით საწვავის ფასებზე, საწვავზე საფოხ მასალებზე ფასების დასტაბილურებას, რომ შესაბამისად მე მოვახდინოთ კალკულაციით გათვლა და ისე დავადგინოთ მგზავრობის ფასი. ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი ფასები. თუ რა თქმა უნდა, ძალიან უცბად ისე როგორც ახლა აქამდე მიდის ფასების და ასე არ გაგრძელდა. მგზავრობის საფასურის გაზრდას უკვე ითხოვენ ავტობუსების და მარშრუტკის მძღოლები. მათი მტკიცებით, საწვავის გაძვირების შემდეგ ხარჯები მინიმუმამდე გაეზარდათ და მგზავრობის საფასურის მატების გარეშე მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. ფასი უნდა მოემატოს ყოველთვის. საწვავს ჩასხოს ვეღარ აუდივართ უკვე ისეთი დღეში ვარ. რა გავაკეთო? ფასი თუ არ მოემატა არ გამოვა არაფერი. აუცილებლად მომატება დაჭირდება. ძალიან ცუდი მდგომარეობა, ძალიან ცუდი. ისე ვერ ვიმუშავებ, ძნელი, გაგვიჭირდება ძალიან. ეხლა ჩვენ მომატებული არა გვაქვს ჯერ და ალბათ მე იღონებენ, უბრალოდ იღონებს რაღაცას. იმიტომ რომ ძალიან შეზღუდულები ვართ ახლა. საწვავის ძვირიღის თითქმის ვერ აუდივართ უკვე იმ ხარჯებს. მგზავრობის საფასურის მატების მოლოდინში არიან მგზავრებიც. ისინი, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქში ყოველდღიურად გადაადგილდებიან, ამბობენ, რომ ახალი ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში მათ ფეხით სიარული მოუწევთ. გაჭირებული ხალხია და ზოგი შეიძლება ფეხით არჩიოს სასვლა და არ დაჯდეს ტრანსპორტში. ეხლა რამდენს? 40 ხრით ქალაქის მარშრუტებში. ვიცი, კარგია, რას ფიქრობთ? ნორმალურია? მდგომარეობა, რასაც უყურებთ და არ ვიცი, ამას მე რაღა იქნება. საქართველოში არ ვიცი, როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა, არ ვიცი. ვამჯობინებ, ფეხით ვიარო და ზოგადად ფეხით სიარული ძალიან სასარგებლოა. ხალხი უნდა გადავიდეს, ფეხით სიარულზე ჯანმრთელობისათვის სასურველია, ეკოლოგიურად გარემოს დაცვისთვის, თუ არა და ორთვალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად აქციზის ფასი ბენზინის შემთხვევაში 1 ტონაზე 250-დან 500 ლარამდე მოიმატებს, დიზელზე 150-დან 400 ლარამდე, ხოლო გაზზე 80-დან 200-მდე. აქციზის ფასის გაზრდამ საწვავზე ფასების მატება 20-დან 25 თეთრამდე უკვე გამოიწვია. გორში საწვავის გაძვირებისთანავე გაიზარდა ტაქსის მომსახურების საფასურიც.